მოგესალმებით საიტზე geoforex.info. ამჯერად განვიხილავთ სტრატეგიას Windows MA. სტრატეგია მულტივალუტურია, ანუ გამოიყენება ნებისმიერი სავალუტო წყვილისთვის და ამ სტრატეგიაში არც time frame-ების მიმართ გვაქვს რაიმე შეზღუდვა, ანუ გამოიყენება ნებისმიერი time frame-ისთვის. თუმცა როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ამ სტრატეგიით ვაჭრობისას სასურველია, რომ time frame-ი არ იყოს 15 წუთზე ნაკლები. ანუ 15 წუთიან time frame-ზე ნაკლებ დროის მონაკვეთზე არ მივაჭროთ ამ სტრატეგიით. ეს სტრატეგია უკვე გარკვეულწილად კლასიკას წარმოადგენს. ამასთან ერთად იგი ძალიან მარტივია. გამოიყენება მხოლოდ ერთი ინდიკატორი, ცოცავი საშუალოს ინდიკატორი, ანუ moving average, პერიოდით 8, გადახრით 0, მეთოდი ექსპონენციალური, გამოყენებული ფასების დახურვის მიმართ. აი ამ ინდიკატორისა და ფასების ურთიერთქმედებაზე აგებული ეს სტრატეგია. რატო ქვია Windows MA, ანუ ფანჯარა ქართულად ალბათ ფანჯარა MA ამ სტრატეგიას? იმიტომ რომ ინდიკატორი და ფასი გარკვეულ ფანჯარას ქმნის ურთიერთქმედებისას. ცოტა უცნაურია ეს ფანჯარა, მაგრამ სტრატეგიის ავტორს ალბათ უფლება აქვს დაარქვას თავის სტრატეგია ის სახელი, რომელიც მას სურს. მაშინ ასე ავირჩიოთ ყველაზე გავრცელებული სავალუტო წყვილი ევრო დოლარი, time frame 15 წუთი. დავაყენოთ ინდიკატორი moving average. ცნობისათვის ჩემს საიტზე წარმოდგენილია geoforex info-ზე წარმოდგენილია საიტი, წარმოდგენილია სტატია ამ სტრატეგიის შესახებ და წარმოდგენილია შაბლონი ამ სტრატეგიის, ასე რომ შეგიძლიათ გადმოვკაჩოთ იგი და დააყენოთ ტერმინალში. მაშინ ასე აქ წარმოდგენილი გვაქვს მაგალითი ყიდვის ბაზარში შესვლის შემდეგ ჩვენ ველოდებით ურთიერთქმედებას ფასისა და ინდიკატორის. ანუ ფასი ამ შემთხვევაში იაპონური სანთელი. ფასმა გადაკვეთა ქვევიდან ზევით ჩვენი ინდიკატორი. ეს არის უკვე პირველი სიგნალი იმისა, რომ უკვე შესაძლებელია განვიხილოთ ორდერის დადების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში ფასმა გადაკვეთა და დაიხურა ინდიკატორის ზევით. ამის შემდეგ ჩვენ ველოდებით მომდენო სანთლებს და სტრატეგიის მიხედვით 5-დან 15 სანთელი ანალოგიურად უნდა მოიქცეს, ანუ ინდიკატორის ზემოთ უნდა დაიხუროს. ამ შემთხვევაში რამდენი სანთელია? გადაკვეთის სანთელს ვთვლით 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. 10 სანთელი ინდიკატორთან ურთიერთქმედებისას გარკვეულ ფანჯარას ქმნის და რაც თავარია იხურება ინდიკატორის ზევით. მეათე სანთელი უბრუნდება ინდიკატორს, აქ შეიძლება ჩათვალოთ შეხება და სწორედ აი ეს სანთელი არის ორდერის გახსნის მეორე და უმთავრესი პირობა. მეათე სანთელზე ამ შემთხვევაში მეათე სანთელზე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს სანთელი მთლად არ არის შეხებული ინდიკატორს, მაგრამ გარკვეული კორექცია იწყება. შეეხო ინდიკატორს, შესაძლებელი იყო ამ სანთელს გადაეკვეთა ინდიკატორი, ამ შემთხვევაშიც გავხსნიდით ორდერს, ვინაიდან 5-დან 15 სანთელი სანთელის პერიოდში შესაძლებელია ასეთი ვითარება მოხდეს ბაზარზე და შესაძლებელია მე-15 სანთელზე ან მე-11 სანთელზე გავხსნათ ორდერი, ყიდვის ორდერი ამ შემთხვევაში. მოკლედ ხსნით ორდერს ინდიკატორთან შეხებისას და ეგრევე როგორც წესი და რეგია, ანუ როგორც სტრატეგიის პირობა გვეუბნება, ვდებთ take profits დაახლოებით 30 პუნქტის ოდენობით, ხოლო stop loss 30 პუნქტს პლუს 10 პუნქტი. ანუ დაახლოებით 40 პუნქტი.
მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ ფასი წავიდა ჩვენი მიმართულებით და თავისუფლად ავიღეთ 30 პუნქტი. ჩვენ რომ ჩაგვერთო ამ შემთხვევაში trailing stop-ი, გაცილებით მეც ავიღებდით, გაცილებით მეც 30 პუნქტისზე მეც. ალბათ ამ შემთხვევაში trailing stop-ი იქნებოდა დაახლოებით 50-60 პუნქტი და როგორც ბაზარმა ჩვენ დაგვანახა, უკვე ბაიდან წასული აქეთ დაახლოებით 120 გამოკლებული trailing stop-ი. დაახლოებით 100 პუნქტს ავიღებდით აი ამ მარტივი მაგალითის შემთხვევაში. განვიხილოთ მაგალითი გაყიდვის მაგალითიც იგივეა. ფასმა, ანუ იაპონურმა სანთელმა ზევიდან ქვევით გადაკვეთა moving average ცოცავი საშუალოს ინდიკატორი. ვიწყებთ, ეს არის პირველი სიგნალი, როგორც თქვით, ვიწყებთ ათვლას 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. აი ეს მე-7 სანთელი უკვე ეხება ცოცავ ინდიკატორს. მაგრამ სადამე სტრატეგიის პირობების მიხედვით ჩვენ უკვე შეგვიძლიათ გავხსნათ გაყიდვის ორდერი. მით უმეტეს რომ აქ გარკვეულწილად გარკვეული ფანჯარაცაა წარმოქმნილი და ანუ მეორე ძირითადი სიგნალი მოცემულია. გავხსენეთ ჩვენ ორდერი. ორდერის გახსნის შემდეგ take profits ვაყენებ დაახლოებით 30 პუნქტზე და stop loss ვაყენებთ დაახლოებით 40 პუნქტზე. ანუ take profits plus 10 პუნქტი. ამ მაგალითიდან ჩანს, რომ ჩვენ თავისუფლად ავიღეთ ჩვენი პროფიტი 30 პუნქტი და თუ ჩვენ trailings გავუშვებდით ამ შემთხვევაში ჩვენ 30 პუნქტზე გაცილებით მეც მივიღებდით დაახლოებით 94-ს, ნუ trailing-ი თქვათ 50 პუნქტი რო ყოფილიყო, კი დაახლოებით 70 პუნქტამდე ავიღებდით ერთი აი ამ ორდერით. რა მინდა ვთქვა ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით? თვითონ ხედავთ, რომ სტრატეგია მუშაა, თუმცა ჩემი აზრით კარგი იქნებოდა აქ რაიმე ფილტრის დაყენებაც, რაიმე სხვა ინდიკატორის. პრინციპში მე ვაჭრობის დროს ამ სტრატეგიასთან ერთად სხვა ინდიკატორსაც ვაყენებდი. მოკლედ მეორე რაც მინდა ვთქვა ამ სტრატეგიაში ჩემი გამოცდილებით არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. აი აქ ჩვენ ხედავთ გადაკვეთას სანთლისა და ინდიკატორის. აქ არის ორი გადაკვეთა, ერთი თეთრი სანთელი, აღმავალი სანთელი, მეორე დაღმავალი სანთელი. მე ჩემი ვაჭრობის დროს ვიყენებდი, ანუ თუ sell-ზე ვიყავი, გაყიდვაზე ვიყავი ორიენტირებული, ვიყენებდი გადაკვეთას, როდესაც დაღმავალი სანთელი, ანუ ამ სანთელს, თეთრ სანთელს იგნორირებას ვუწევდი და ამ შავ სანთელი უკვე ჩემთვის პირველი სიგნალი იყო. სხვა მე მგონი არაფერი არ მრჩება, უფრო დაწვრილებით მოცემულია ჩემს საიტზე geoforex.info შეგიძლიათ წაიკითხოთ და როგორც გითხარით, შეგიძლიათ გადმოიწეროთ შაბლონი ამ სტრატეგიისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.